სეზონს ხსნით ჩაკაფულით. ესე ვიტამინებს აფრქვევს. ჩვენ გვაქვს ბატკანის ჩაკაფულიც და ხბოს ჩაკაფულიც. დავიწყოთ წვანილის დაჭრით. წვანილები უნდა დავჭრათ ცოტა ის დიდ ნაწილებად, არ არის აუცილებელი ძალიან პატარებად. ეხლა არომატი მანდ რომ მოდიოდეს და იქნებოდა, მაგრამ არ მოდის. ციცაკა, წარე, ხორცის დაჭრები უნდა იყოს ძვლიანი, რომ ნოყიერი ბულიონი გამოვიდეს. ფენა ჩავყაროთ, ხორცი, წვანილი, ტყემალი. ხორცის მერე თავარი ინგრედიენტი არის ტყემალი. ბოლო ფენა მწვანილი და ახლა დავამატებთ თეთრ ღვინოს, კარაქს, წყალს. ღვინის გარეშე ჩაკაფული ჩვეულებრივად მოხარშული ხორცი არის წვანილით. ჩაკაფულს მორევა არ ჭირდება. თვითონ რო ადუღდება და იმოძრავებს შიგნით, თვითონ თავის თავს მიხედა. ამ ჩაკაფული გამზადება მოვამზადებთ ახალ კარტოფილს. კამის გარდა და მარილის გარდა ამას არაფერი არ ჭირდება. ზუსტად ისფერია რაც უნდა იყოს. ნახევარი კამა იქ აქ მოვაყაროთ, არომატები გამოუშვას. ჩვენი ჩაკაფული მზად არის, მოიხარშა. ეხლა გავსინჯოთ. ჩვენი გამომწვარი კახური დედას პური ახალ ტყემალს ახალი კარტოფილი უხდება და მაგარია.